პროკურატურის წინაშე იგზავნება გივით არგამაძის, ნიკა გვარამიასა და ზურაბ გირჩი-ჯაფარიძის საქმეების. ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი-ჯაფარიძესა და გივით არგამაძეს პარლამენტის ნაცვლად მისვლა ახლა პროკურატურაში მოუწევთ. საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადება მათთვის სისხლის სამართლის ბრალდების საფუძველი ხდება. უწყება ჩაიბარეს, თუმცა ნაციონალური მოძრაობის დროს ჩადენილ დანაშაულებაზე პასუხისგებლობის აღებას ბრალდებული სტატუსი არჩიეს. ველოდით ბატონ ზურაბ გირჩი-ჯაფარიძეს ოფიციალურად მოიწერა, ვაწუხებთ მას. გვარამია, ჯაფარიძე, თარგამაძე სავარაუდოდ ოქრუაშვილის ბედს გაიზიარებენ, რომელსაც კომისიის ხდომაზე არ მისვლა 20,000 ლარა და პასპორტის ჩამორთმევა დაუჯდა. სერჩი სიარულის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი. ოქრუაშვილამდე იყვნენ ხაზარაძე და ჯაფარაძე, უფრო ძვირი საფასურით, თუმცა ახლა ისინიც განაჩენის მოლოდინში არიან. მათ ამ ქცევას მართველი გუნდი პასუხისგებლობისაგან გაქცევის მცდელობა დაფასებს. როდესაც შენ ხარ მართალი საგამოძიებო კომისიაზე კი არა კედელს გაანგრევ. შესაბამისად ამ ადამიანების მიმართ არსებობს ბევრი კითხვა, რა მდგომარეობაშიც ჩააყენეს ქვეყანა. ამიტომ გაურბიან კითხვებს. რახან ეს ნაბიჯი გადადგეს და კანონი დაარღვიეს, დარწმუნებული ვარ, ასევე შეგუებული იქნებიან, რომ შესაბამისი სამართლებრივი რეაქცია ექნება ამ ყველაფერს. საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა დასჯადია, კანონი კი ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან ერთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს.